იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლში გაქველი გარემოებია, რომ შეიშვილი ამიგებს და სოლომონმა აღნიშნა და ამიტომ უწოდება ის სოლომონის ტაძარი. მისმა შვილმა სოლომონმა ააგო ის ტაძარი. აი სწორედ ესეთი ძალა აქვს სინანულს. აი ესეთი შემთხვევა ერთ-ერთი ვერიყვება ნახეთ საოცარ ამბავს, რომ ერთი ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდა დაყუდებული ბერი, რომელსაც ღვთისაგან ნათელფრინველობის ნიჭი ჰქონდა. იმ ქალაქში იყო ყველა მცხოვრებისათვის ცნობილი მეძავი. ამ ქალაქში ცხოვრობდა ქალი, რომელიც ცნობილი იყო ყველასათვის მეძავი. ერთ დღეს დაყუდებული ბერი ხედავს ნათელ გზას. ანუ თავის კელიდან, ანუ თავის საცხოვრებიდან ხედავს, რომ ნათელი გზა გადის დედათა მონასტრიდან ზეცულ სასუფეველში. ამას ხედავს. რომელიც გადაჭიმულია ქალაქში მდებარე დედათა მონასტრიდან ზეცამდე, რომელსაც მიუყვება სული დიდი სიხარული. მასში უზმიან ანგელოზები და იგი ზეცის კარიბჭეს უახლოვდება. მან დედათა მონასტრში გაგზავნა მორჩილი, რათა გაეგო იქ ვინ აღესრულა ამ დედათა მონასტრში. ვინ იყო ეს წმინდა სულიო, იმიტომ რომ როგორი ამან იხილა ნათლის გზა და ანგელოზები წინ გალობით მიუძღოდნენ ამ სულს და უგალობდნენ. ეს სული გახარებული სიხარულით მიდიოდა ზეცისკენ. ამიტომ დაუშვა მორჩილი და დაიჯო ექვი გარდაიცვალა. დაბრუნებულა მოწაფე მორჩილმა მოიტანა ამბავი, რომ არავინ აღსრულებულა დედათა მონასტერში. მაგრამ მონასტრის კარიბჭესთან მოულოდნელად აღესრულა ქალაქი და იქ ვისული ცნობილი მეძავი. ვისული მონასტერში მიდიოდა ეს მეძავი და სანამ მონასტერში შევიდა კარიბჭესთან გარდაიცვალა. დაიბრუნა ეს დაბრუნებული ბერი. ესეთი თუ ის მეძავი სული იყო, რომელიც იქ როგორ შეიძლება რომ ახლა ასეთი ცნობილი ადამიანი ეს დიდებაში ყოფილი, ესე იგი გადასულიყო ზეცულ სასუფეველში. დაბრუნებულა ბერმა ლოცვა დაისვა ღვთისადმი, რათა ღმერთს მისთვის ეს ხილვა აეხსნა. და მან მიიღო ღვთისაგან პასუხი. შენ იხილე ზეაცა დაღმავალი ზუსტად იმ ხალის სული. ანუ ამეზავისა. ყოფილი მეძავისა, მან მტკიცე გადაწყვიტა მოენანიერია და გამოსწორებულიყო და მონასტერში წავიდა. მასში შესვლის ცხოვრების გადაწყვეტილებით. მონასტრის კარიბჭესთან რომ მოკვდა და ვერ მოასწრო განზრახვის აღსრულება, ეს ღვთის გადაწყვეტილებით მოხდა. მაგრამ ღმერთმა მისი განზრახვა თვით საქმედ მიიღო. ეს საოცარია. ვერ მოასწრო მონასტერში მისვლა, მაგრამ ეს ღვთით მოხდა. და განზრახვა ის, რომ მას უნდა წმინდა ცხოვრება, ეს ღმერთმა საქმედ მიითვალა. და ამ ბერმა იხილა თუ როგორი დიდებით არის ეს ზეცულ სასუფეველში. აი ახალი ამბობს ახალებაში, რომ არავინ იცის ვინ წინდა ვინ უკან. ახლა მოდი და განიხილეთ ახ ადამიანს, რომ ბოლოს რა იქნება ეს არავინ არ შეიძლება წმინდანი გახდეს. და პირიქით იქით დაისვა ქვეყნა რომ რაღაცი შეგეძლო დაგეხმაროს. ვისაც შეგანი მიხავი. შემდეგ შეიძლება ქვეყნა დაგეძლოს ღვთისმსახურში მნიშვნელოვნად იქნებ მერქვა შეგეცვალოს და გადავარჩინოს. აი ამიტომ არის დაგუხსო და ძალიან დიდი გოროდება. ამიტომ ეს მამა ამბობს, ისთვის დავაყოვნოთ სინანული, რატომ გავჩერდეთ და ვიჭოჭმაროთ. სინანულს უნდა ამოვეთოთ და ვიორგულოთ, რომელთა მეშვეობით ხალისობს ეშმაკი. როდესაც ადამიანის სინანული არ აქვს, ან გადადებს. ამით ეშმაკი ხარობს და ჩვენზე მტკიცდება, ანუ მეტზალაუფლებას იზრდება ჩვენზე. და სინანული პირიქით ყველაფერს აკეთებს. შენ იტყვი, მრავალრიცხოვანი მძიმე ხანძრივი ცოდები იწვევს ერთ-ერთ ორგულობას. ეს მამა ამბობს ახლა და გვიაჩვენებია, რომ თუნდაც რომ რა დიდი იყო შენი ცოდებიო, მუდმივად ცოდვით დასხმებისაგან სული ძალები მეწურება, უძლო ნებელობის შესუსტებას. ასია შენი ცოდვები მძიმეა და გეთახმები ეს მამა ამბობს, რომ კი ბატონო, ადამიანის ცოდვები მძიმეა. ყველა ექიმისთვის შენი მდგომარეობა განუკურნებელია. რომელი ექიმთანაც არ უნდა მიხვიდეო, ყველა რეცეპტი ვერ დამკურნავსო, მაგრამ არა ექიმი უფლისათვის, ყოვლის შემძლისა და უსაზღვროდ მოწყალისათვის. შენი უნდობის შიში
მაშინ იქნებოდა განყოფილად მაინც საპატიო, აი შენი შიშიო საპატიო მაშინ იქნებოდა რომ მოელოდო რომ ექიმი, ანუ აქ მასწავლებელი საუბარი მეცე თვალს აგარიდებდა ზიზღით და რისკით უარყოფა, მაგრამ ის არ უარყოფს, პირიქით ის მოგიწოდებს თავისკენ და გეველრება მასთან მიყვიდე, იგი არ განკიცხავს